მოგესალმებით, ეს Tech Inform-ია გადაცემა, რომელშიც ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ვსაუბრობთ. ჩვენ კი ამ გადაცემის ავტორები და წამყვანები გიორგი თოლორდავა და ერეკლე ფოლადიშვილი ვართ. დავიწყოთ. OpenAI-ის დირექტორი Sam Altman-ი ბევრი რამით არის ცნობილი, პირველ რიგში ეს თავად წარმატებული სტარტაპია, რომელმაც ბოლო 2-3 წელიწადია ჩვენი ყურადღება მიიქცია და დამსახურებულადაც ვინაიდან დარადგენა სწორედ OpenAI-იმ დაიწყო AI რევოლუცია, რომელმაც შეცვალა თანამედროვე ეკონომიკაში ყველაფერი და დღეს ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრია, ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე ინდუსტრია არის სწორედ AI-ის, სადაც ბევრი კონკურენტია და მათ შორის ერთ-ერთი არის ეს Google-ის მიერ შექმნილი Gemini. ცოტა ხნის წინ გამოვიდა Gemini 3 და Pro, ასევე Nano Bananas Pro ვერსია, რომელიც ხელმისაწვდომი არის ფართო საზოგადოებისათვის და ამ ყველაფერმა გამოიწვია OpenAI-ის შეშფოთება. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ყველაზე ასე ვთქვათ, რბილი სიტყვებით შეშფოთება სინამდვილეში არის განგაში გამოცხადებული სტარტაპში. ეს უკვე ოფიციალურად დადასტურებულია Sam Altman-მა, როგორც ამბობენ, წითელი დონე გამოაცხადა განგაშისა, რაც რეალურად ყველაზე მაღალ დონეს ნიშნავს და ეს იმაზე მეუთითებს, რომ უკვე სტარტაპი დგას ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე. თუ კი ჩამორჩენა, რომელიც ახლა არსებობს, ასე გაგრძელდება ან გაღრმავდება, მაშინ უკვე OpenAI გარკვეულწილად არსებობის აზრს დაკარგავს, რაც სტარტაპისათვის აღსასრულს ნიშნავს. ეს რა თქმა უნდა, არ უნდა დაუშვას Altman-მა. მოკლედ, ამ განგაშის ფარგლებში ძალიან ბევრი რამ უნდა მოხდეს. პირველ რიგში ის, რომ სტარტაპი 24 საათიან მუშაობაზე არის გადასული, არანაირი სამუშაო დღე აღარ არსებობს, ცვლებია ჩვეულებრივად. ხო, არც თუ გასაკვირად, დასასვენებელი დრო მათ არ აქვთ, დარწმუნებულება არც დიდად ახალი წლის დღესასწაულს აღნიშნავენ, იქ სავარაუდოდ 5 წუთი იქნება შესვენება და უნდა დაუბრუნდნენ საქმის კეთებას, რადგანაც როგორც ჩანს, პირველობა მოადუნა OpenAI, იმდენად კარგი იყო ChatGPT 3, GPT-4, რომ ყველას ეგონა რომ GPT-5-ზეც გადავლენ მომხმარებლები 6-7 და ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ რეალობა ისე გამოვიდა რომ GPT-5 იყო მინიმალურად განსხვავებული 4-ისგან. ხო, იმედ გაცრუება ჩემთვის როგორც მომხმარებლისთვის, რომელიც ფასიანი სერვისით ვსარგებლობდი, სხვაობა თითქმის არ ჩანდა და რაც ჩანდა იყო იმდენად მინიმალური, რომ ეს ერთწლიან დიდ განახლებად ნამდვილად არ მიმაჩნდა და როგორც ჩანს, ბევრმა მომხმარებელმა იფიქრა ასე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მათ შორის მეც გამოვცადე ახალი Gemini და დავწმუნდი მეც და ისინიც, რომ რეალურად Gemini უკეთესია ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში და ძალიან ბევრმა მომხმარებელმა გააუქმა მათ შორის ChatGPT-ის გამოწერის ფასიანი სერვისი და გადავიდა Gemini-ის გამოწერის სერვისზე, რაც ნიშნავს პირდაპირ კონკურენტის მიერ მომხმარებლების გადაბირებას. აქ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ AI მოდელებს შორის გადასვლა იმდენად მარტივია, რეალურად ეს არის მხოლოდ პაროლის და ლოგინის შეყვანა. ეს არ არის. ზუსტად ამის თქვა მინდოდა, ეს არ არის რომ iPhone-ი გადააგდოთ და გადახვიდეთ Android-ზე ან მაგალითად Mac-დან Windows-ზე ვერ გადახვიდეთ ან არ ვიცი, Mercedes-დან Toyota-ზე ვერ გადახვიდეთ. იდენტური პროდუქტებია რეალურად თანაც გულწრფელებით უვიქნებით Gemini-ის ინტეგრაციის დონე გაცილებით უფრო მაღალია, ვინაიდან ეს არის ჩაშენებული Google-ის ეკოსისტემაში, Drive იქნება ეს, Mail იქნება, Android-ი თუ გაქვთ ხომ თლაც საოცრება, შესაბამისად არანაირი პრობლემა და წნეხი არ არის აქ მომხმარებლებისთვის, მათ შეუძლიათ ზუსტად ორ ღილაკზე თითის დაჭერით გადავიდნენ და მომხმარებლების უმეტესობას დარწმუნებულია რომ ორივე ისედაც ჰქონდა ჩაწერილი, ალბათ ყველასათვის ეს იყო თავდაპირველადვე მისაღები პლატფორმა ერთიც და მეორეც, მაგრამ ახლა უბრალოდ Gemini არის უკეთესი. ეს სანამ გაგრძელდება არ ვიცით, რადგანაც ეს წითელი განგაშის ზარები ყველა და არ შემოუკრავს Altman-ს ეს იმაზე არ მიუთითებს რომ ისინი უბრალოდ დარბიან და კივიან, არა, ახალი პროდუქტის შექმნაზე მუშაობენ და ახალი პროდუქტი, ანუ ChatGPT 6 იქნება ეს თუ 5.9 ხო, ნუ შეიძლება დავაგენერირებინოთ კადრი Nano Bananas და ვნახოთ როგორ იქნება, მაგრამ მოკლედ არ აქვს ამაზე მნიშვნელობა. ChatGPT 5.9 იქნება, 6 იქნება თუ სხვა სახელით იქნება წარმოდგენილი, წესით გაცილებით უკეთესი უნდა იქნეს ვიდრე ის, რაც ახლა არის ბაზარზე. სხვა გზა არ აქვს თუ უარესი გამოვიდა ან არსებითად მნიშვნელოვანი განახლება არ იქნება, OpenAI ისე სწრაფად დაავიწყდება ყველას, როგორც 90-იან წლებში. ზუსტად ან 90-იან წლებში გვახსოვს 27 ბრაუზერი იყო ბაზარზე წარმოდგენილი, სანამ არ გამოჩნდებოდა, ბოლოს ვინც დარჩა, ყველამ კარგად ვიცით საძიებო სისტემებშიც. ასე იყო, Google არ ყოფილა პირველი, მაგრამ 37 იყო ბაზარზე, თუმცა დღეს მხოლოდ Google ვიცით და სხვა არც არაფერი. იგივე რამ შეიძლება ეწიოს OpenAI-საც თუ ის სწრაფად არ იმოქმედებს
და ეს არის ყველაზე სწრაფი ინდუსტრია. აქ ცვლილებები ხდება საათობრივად, ეს არ არის ავტოწარმოება, ეს არ არის ბიოქიმია, სადაც 3 წელი შეიძლება ერთ პროექტზე იმუშაოს, 3 წელიწად შეიძლება ბაზარზე აღარც კი იყო, შესაბამისად ის განგაში, რაც გამოცხადებულია OpenAI-ში არის დამსახურებული და ამ ადამიანს მოუწევს ძალიან ბევრი მუშაობა მომდენო დღეების განმავლობაში. Apple-სა და OpenAI-ის შორის საერთო გარიგება შედგა, რომლის თანახმადაც Apple-ის საათებში ჩაშენდება ChatGPT-ის სისტემა. ეს არის ფაქტობრივად ერთგვარი გამოსავალი Apple-ისთვის, რომელმაც მარტივად რომ ვთქვათ, ვერ მოახერხა ბოლომდე საკუთარი ხელოვნური ინტელექტის განვითარება ისე, რომ შეძლებოდა მათ შორის სამედიცინო მიმართულებით და ჯანმრთელობის კუთხით მომხმარებლებისთვის კარგი სერვისის შეთავაზება და მეორე მხრივ OpenAI-ისთვის არის საშუალება, რომ შევიდეს ამ ხელამნიშნულობის ბაზარზე, სადაც მილიონობით ადამიანს აქვს ეს პროდუქტი და ცხადია მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ChatGPT-მ, როგორც ხელოვნური ინტელექტის საკმაოდ განვითარებულმა მოდელმა, სწორი რეკომენდაციები და რჩევები მისცეს ადამიანებს. თუ პირობითად დღევანდელი Apple Watch-ის გამოყენებისას მომხმარებლებს ძირითადად ფაქტობრივად მონაცემებს უჯამებს Apple Watch-ი და უმოწმებს არსებულ მდგომარეობას, ChatGPT, როგორც კომპანიებში აცხადებენ, მოახერხებს, რომ კონკრეტული რჩევებიც მისცეს, მაგალითად, რომ აი ამ მიმართულებით გაქვს სამუშაო, არსებობს რისკი, რომ რაღაც კონკრეტული დაავადება განვითარდეს, თუ რაღაც ქმედით ნაბიჯებს არ გადადგავ, აი ამ მიმართულებით ChatGPT-ის ინტეგრაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ცხადია, ახლა იმ კომპანიისთვის, რომელსაც ნამდვილად, როგორც ცოტა ხნის წინ ახსენე, არ აქვს ნამდვილად კარგად ვითარება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ფაქტობრივად გადებული ხიდია დახმარების Apple-ის მხრიდან, რომ მოახერხოს OpenAI-მ და ზოგადად ChatGPT რომ ბაზარზე თავისი პოზიციები შეინარჩუნოს თანაც ისეთ დიდ და გრძელვადიან მოთამაშესთან, რომელსაც ნამდვილად არ ემუქრება დღეს და ხვალ განადგურება და გაქრობა მით უმეტეს ცხადია Apple-ზე ვსაუბრობთ, თუმცა აქ მნიშვნელოვანია ის, რომ კონკრეტული რეალური შედეგი დაიდოს, იმიტომ რომ თუ ნახავთ, რომ ChatGPT ისეთივე უბედურ დღეში იქნება, როგორც არის მაგალითად ჩვეულებრივი გამოყენებისას და ვერ მოახერხებს ისეთი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, ისეთი კითხვებზე პასუხის გაცემას, რომლებიც რეალურად მომხმარებლებს აინტერესებს და რეალური შედეგის დადებას, Apple-ს არ გაუჭირდება, აგერ ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ მით უმეტეს Siri-ში გამოჩნდება Gemini გამოჩნდება, შესაბამისად არ გაუჭირდება მით უმეტეს უფრო მარტივად გადავა, ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შანსი, რომელიც ალბათ შემოქმედმა განსაკუთრებულად უნდა გამოიყენოს. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანო რონალდუ გახდა AI სტარტაპის Perplexity-ის ერთ-ერთი აქციონერი და ამავდროულად ბრენდ ამბასადორი. აქ ორი ნაწილია ამ გარიგებაში, აქციონერობა, რა თქმა უნდა, ნიშნავს ფინანსურ სარგებელსაც პოტენციურს, თუმცა ზუსტი თანხები ჩვენ არ ვიცით, არც ის ვიცით, რა პროცენტი მიიღო მან ამ სტარტაპში, სავარაუდოდ ეს არ იქნება არც მაჟორიტარული, არც რაღაც 10% ან უფრო მაღალი, სავარაუდოდ 1-დან 5-ის ფარგლებში იქნება, მაგრამ 1 და 5% ძალიან დიდია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ Perplexity-ს აქვს მიზნად საფონდო ბირჟაზე გასვლა, IPO და შეიძლება ეს რონალდუსთვის ძალიან დიდ ქონების წყაროდაც კი იქცეს ერთ დროს და თელ ამ ბრენდის შექმნაში მონაწილეობა სწორედ მან უნდა მიიღოს, რადგანაც ის ამავდროულად არის როგორც ვთქვით ბრენდ ამბასადორი და დღეს ალბათ პლანეტაზე ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდ ამბასადორი შეიძლება სწორედ ის იყოს, ვინაიდან მას ხავს ძალიან ბევრი გულშემატკივარი, ფანი, ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს იგი წლების განმავლობაში თვალს ადევნებდნენ მის კარიერას, სხვათა შორის რონალდუს ეფექტიც კარგად არის შესწავლილი, როდესაც ის რომელიმე ბრენდთან იწყებს თანამშრომლობას, იმ ბრენდის გაყიდვები ფაქტობრივად მომენტალურად იზრდება, იქნება ეს Adidas-ი თუ სხვანების, მე მაგალითად ემირატები, რომელიც ავიახაზებია წამყვანი ერთი გლობალური ჯამში. ამ ადამიანს ხავს 650 მილიონი გამომწერი. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანია საერთოდ პლანეტაზე, ალბათ თუ ესეთ გლობალურ გამოკითხვას ჩავატარებთ სოფლიოში, ყველაზე მეტი ადამიანი სწორედ ალბათ მას ან მესის იცნობს აქ. საუბარი გვაქვს მათ შორის პრეზიდენტებზე უფრო ცნობილიც არის და ძალიან ბევრ მუსიკოსზე და მსახიობზე, ამიტომაც ძალიან გასაგებია ეს თანამშრომლობა. დონალდ ტრამპმა კი, ტრამპმაც მიიპატიჟა და ამავდროულად ისიც უნდა ითქვას, რომ რონალდუ მათ შორის ისტორიაში ჩაეწერება როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც საერთოდ ოდესმე გვინახავს, ამიტომაც ეს გარიგება გასაგებია, რატომაც არის Perplexity-ს საინტერესო. ხოლო რონალდუსთვის აქ საინტერესო ეს გარიგება იმიტომ შეიძლება იქნას, რომ პირველ რიგში რა თქმა უნდა მას შეუძლია ძალიან დიდი ფინანსური სარგებლის მიღება და ამავდროულად მას კიდევ
უფრო მეტად შეუძლია თავისი ბრენდის განვითარება, რადგანაც მან, როგორც ვიცი, თავისი ავტობიოგრაფიიდან გარკვეული ისეთი ეპიზოდები გაუზიარა AI-ს, რაც აქამდე საჯაროდ არ იყო ცნობილი, მათ შორის სურათები და ამბები, რაც უბრალოდ მედიაში ესე არასდროს არ ყოფილა. თუმცა ჩვენ ვიცით ფანებს როგორ უყვართ რონალდუს შესახებ ისტორიის მოსმენა და მათ შორის იშვიათი ფოტოების ხილვა, ამიტომაც სავარაუდოდ ეს კიდევ უფრო მეტად გაზრდის მისი ბრენდის მიმართ ინტერესს და რაც მეტი ადამიანი კითხავს Perplexity-ს რონალდუს შესახებ, ამითი ორივე იღებს რეალურად სარგებელს, როგორც Perplexity თავის მომხმარებლებს ზრდის, ასევე რონალდუ თავისი პიროვნებისა და ბრენდის მიმართ ინტერესს ზრდის, რაც სამომავლო პარტნიორობებს კიდევ უფრო სარგებლის მომტანად აქცევს. ეს თავისი არსით არის ძალიან საინტერესო პრეცედენტი, რადგანაც ზოგადად აი ესეთი ცნობილი სახეების გამოჩენა ყველა ინდუსტრიაში იმაზე მიუთითებს, რომ ის ინდუსტრია უკვე ხდება საჯარო. უფრო მეტად იხსნება საზოგადოებისათვის, თუ AI სტარტაპი აქამდე იყო მხოლოდ ტექ ენთუზიასტებისათვის საინტერესო, ახლა უკვე გადავდივართ ჩვეულებრივი მოხმარების სფეროში, ანუ პროფესიონალები იქნებიან ესენი სტუდენტები თუ სხვა ადამიანები, რომელთაც რეალურად სჭირდებათ AI და უკვე მივდივართ მესამე საფეხურამდე, რაც არის რეალურად ფართო მასები, ანუ ადამიანები, რომელთაც შეიძლება დიდად ტექ ინდუსტრიაში არაფერი აინტერესებდეთ, დიდად არც არ ისერჩებდნენ იმაზე, რომელი AI ჯობია, მაგრამ საყვარელი ადამიანის გამოჩენის გამო შეიძლება დაფიქრდნენ, რომ აი თუ კი რონალდუ ენდობა ამ ბრენდს და ვიცი რომ რონალდუ წლების განმავლობაში ძალიან კარგ ბრენდებთან თანამშრომლობდა, მოდი შანსს მივცემ Perplexity-ს, რომელიც საკმაოდ კარგი ხელოვნური ინტელექტია, უნდა ვთქვათ, ერთ-ერთი წამყვანია, ის დგას Claude-ის და ასევე ChatGPT-ის გვერდით, ერთ-ერთი წამყვანიც კი სხვადასხვა სამეცნიერო კვლევების მიმართულებით განსაკუთრებით კარგი მოდელი აქვს მას გამორჩეული, იყენებენ მას როგორც პროფესორები, ასევე აკადემიკოსები, მკვლევარები, მეცნიერები და ახლა უკვე ნახავთ, რომ რონალდუს ფანებიც. ხო, სხვადასხვა ძალიან საინტერესოა. რეალურად ვინ ნახულობს აქედან ხერს, იმიტომ რომ ფაქტობრივად რონალდო უფრო მოგებული რჩება და ეს არის ალბათ ყველაზე წარმატებული პროექტი Perplexity-ისთვის, რომ დაითანხმეს რონალდო, იმიტომ რომ რონალდუს თვითონ მოჰყავს 650 მილიონიანი აუდიტორია Facebook-ზე, YouTube-ზე, Instagram-ზე, ყველგან, სადაც შეიძლება მესისაგან განსხვავებით რონალდუმ ძალიან სწორად გამოიყენა. ნუ მესისაც ტრადიციულად და ბუნებრივია შეუძლია ძალიან სწრაფად გააკეთოს, მაგრამ მან ძალიან სწორად გამოიყენა ის ცნობადობა, ის ეგრეთ წოდებული ინფლუენსერობა, რისი რესურსით ამ ადამიანს ჰქონდა და Perplexity-ს ფაქტობრივად მისცა საშუალება, აი ეს ისეთი გარიგებაა, რომლიდანაც ყველა ახალი გამომწერი Perplexity ხომ ნახულობს სარგებელს და ძალიან დიდ ხერს ნახავს აქედან რონალდო და შემიძლია ვთქვა, რომ ალბათ ყველაზე წარმატებული შეთანხმება ზოგადად სპორტისა და ტექის გაერთიანების კუთხით, რასაც Perplexity მიაღწია. და მომავალ წლებში მართლა არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება რონალდოს ქონების უდიდესი ნაწილი იყოს ის წილი, რომელიც მან ამ სტარტაპში მიიღო. ასეთი პარტნიორობები სავარაუდოდ კიდევ უფრო მეტი გაჩნდება, ეს უკვე პრეცედენტი შეიქმნა და ვერ ხვდები, რატომ არ უნდა გაჩნდნენ მაგალითად AI ინდუსტრიის ასე ვთქვათ, სათავეში გარკვეულწილად არა მხოლოდ ფეხბურთელები, არამედ მაგალითად კალათბურთელები ან ფორმულა 1-ის პილოტები, რომელთაც ჩაფხუტზე ძალიან ხშირად აწერიათ ხელოვნური ინტელექტის ბრენდების სახელები. ასევე შეიძლება სახეებად იქცნენ მათ შორის მუსიკოსებიც, არტისტები. ყველა ადამიანს შეუძლია რეალურად მთელ ამ ტალღაში მიიღოს მონაწილეობა, უბრალოდ საჭირო არის საჭირო აუდიტორიის ყოლა, ფანების ბაზის არსებობა და ხო, ცოტა ფუნქციონალიც ნახონდეს და მონდომება და ტალანტი პირველ რიგში, რადგანაც უკვე ეს ერთი პრეცედენტი იმას იშავს, რომ ხვალ სხვაებიც ზუსტად იგივე რამის გამეორებას შეეცდებიან. The New York Times-ი Perplexity AI-ს უჩივის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება იმ თვალსაზრისით, რომ სულ ცოტა ხნის წინ კრისტიანო რონალდუმ გააფორმა შეთანხმება და გახდა ფაქტობრივად ინვესტორი ამ ხელოვნური ინტელექტის მოდულის და ზოგადად ამერიკული სტარტაპის, რომელიც მართლაც დიდი რესურსის და პერსპექტივის მქონეა და ძალიან საინტერესოა პერსპექტივაში რომ დავინახოთ, რამდენად მოგებული დარჩება აქედან რონალდუ, თუმცა თავარის უნდა დაუბრუნდეთ ხადია და ხაზი გაუსვათ, რატომ უჩივის The New York Times-ი Perplexity-ს. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც დააფიქსირა და გრძელვადიანად აღმოაჩინა, ანუ გრძელვადიანი ქმედების კვალი დაინახა კონკრეტულად გამოცემამ, არის ის, რომ ამ მედიის სტატიებს ყოველგვარი ლიცენზიის, საავტორო უფლებების დაცვის გარეშე იღებდა Perplexity, მიჰქონდა თავისი ხელოვნური ინტელექტის მოდელისთვის, ფაქტობრივად ასწავლიდა, ავითარებდა ამ მოდელს და ამით
მომხმარებელს აძლევდა იმ სერვისს, რომელშიც არავითარ თანხას არ უხდიდა New York Times. ცხადია, ახლა არის შემთხვევები, როცა კონკრეტული ხელოვნური ინტელექტის მოდელებიც წარმოადგენლები, ზოგადად კომპანიების წარმოადგენლები იხდიან ფულს იმაში, რომ მიიღონ მნიშვნელოვანი სტატიები და განავითარონ. მეტი ცნობიერება შესწინონ თავის ხელოვნურ ინტელექტს, თუმცა ის რაც Perplexity-მ გააკეთა, თუ ცხადია დადასტურდა და თუ New York Times-ი ამ კუთხით გამართლდა, იქნება ფაქტობრივად ერთ-ერთი ძალიან ცუდი სკანდალი, რომელიც გაუსკდება კომპანიას და ცუდად აისახება მის რეპუტაციაზეც. თუმცა ეს მხოლოდ ის, რომ თავისი ხელოვნური ინტელექტი განავითარა, Perplexity-მ არ არის ერთადერთი საკითხი, რომელზეც New York Times-ი უჩივის კომპანიას. ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ როგორც New York Times-ში აცხადებენ, Perplexity არა უბრალოდ ავითარებდა თავის ხელოვნურ ინტელექტს, არამედ მომხმარებლებს ისეთ სტატიებსაც კი სთავაზობდა ფაქტობრივად ერთ-ერთში გადაწერით, რომელიც მხოლოდ გამოწერის სერვისით იყო ხელმისაწვდომი. მოკედ რომ ვთქვა, New York Times აკლდებოდა რეკლამიდან შემოსავალი, როცა არ შედიოდნენ ვებგვერდზე, ეს ერთის ნაწილია, როცა მაგალითად Perplexity-ში შევდივარ და პასუხებს ვიღებ სრულად აღარ მაქვს სურვილი, ხომ ცხადია New York Times-ში შესვლის. ეს ერთი, მეორე, გამოწერის სერვისით კონკრეტული ექსკლუზიური პროდუქტები ხელმისაწვდომი რო ხდება, ეს მეორე პრობლემური საკითხია, რომელზეც ცხადია რომ აქვს პრეტენზია სრულიად სამართლიანად New York Times და კიდევ ერთი საკითხი არის ის, რომ კონკრეტულ ტექსტებს თვითონ იგონებდა და წერდა რომ ეს იყო New York Times-ის მოგონილი. მოკლედ, ჰალუცინაციას რასაც უწოდებ. რასაც ვეძახით ჰალუცინაციას. სერიოზულ შარშია, მარტივად რომ ვთქვათ, Perplexity, იმიტომ რომ New York Times-ი არ არის ის მოთამაშე, რომელიც ხელსამოსაკრავად არ არის. ესე მარტივად გაატარებს ასეთ რაღაცას. თან 2 თუ 3 სასამართლოდავა სხვა AI მოდელების წინააღმდეგ მათ უკვე მოიგეს და New York Times-ი რაღაცნაირად ყოველთვის საეჭვოდ არის, ყოველთვის წინა ხაზზე, ვინაიდან და რადგანაც New York Times აქვს როგორც ეს საკმაოდ მაღალი დონის ინფორმაცია, საკმაოდ სანდო წყარო არის ის ზოგადად გლობალურ მედიებს შორის და ამავდროულად New York Times აქვს გამორჩეული წერის სტილი, მანერა, დახვეწილობა და ამას აფასებენ AI მოდელების შემქმნელები, რომელთაც ჭირდებათ კარგი მაგალითი და ერთ-ერთი საუკეთესო სწორედ ეს არის. რა თქმა უნდა, ამაში ფულს იხდიან და რაც გააკეთა, როგორც New York Times-ი იუწყება Perplexity-მ, სხვა არაფერი ქვია თუ არა თაღლითობა, რომელთვისაც ნამდვილად ალბათ მოეთხოვება პასუხი და ამერიკაში მით უმეტეს ვიცით რომ ესეთ საკითხებს იაფად ასეთ საკითხებს ვერ გამოძრები და მოკლედ შეგვიძლია ვთქვათ ის რომ რას მოელის New York Times-ი არის ორი ძირითადი მოთხოვნა. ერთი, რომ კონკრეტული ანაზღაურება მიიღოს კომპანიამ იმ დანაკარგისთვის, რაც ჰქონდა ცხადია უნდა მოახერხოს სასამართლომ და დათვალოს რა რეალური ზიანი მიიღო. უნდა დაამტკიცოს პირველ რიგში რეალურად დაიკარგა თუ არა მომხმარებელი. და მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი, საერთოდ ამუშავოს თავის ხელოვნური ინტელექტის მოდელიდან ყველა ის ინფორმაცია, რაც New York Times-ისგან მიიღო. აქ შეიძლება რაღაც ისეთი გარიგება შედგეს, რომ დაიტოვეთ და ფული გადაგვიხადეთ, ესეც ხდება ხოლმე ყოველთვის. გამოყენების საფასური. კი, თუმცა New York Times ზოგადად არ ახასიათებს ესე მარტივად ასეთი შეურაცხყოფის გატარება და დიდი ალბათობით Perplexity-ისთვის თუ დამტკიცდა კიდევ ერთხელ ამას ხას ვუწევთ, იმიტომ რომ მხოლოდ ეჭვმიტანილი სტატუსი აქვს და არა კონკრეტულად ხო. ამიტომ თუ დამტკიცდა Perplexity-ისთვის ეს ნამდვილად და მით უმეტეს არც რონალდუსთვის იქნება ეს კარგი ამბავი, თუმცა ცხადია ახლა მხოლოდ იმის მოლოდინი გვაქვს რას გადაწყვეტს მოსამართლე. Elon Musk-ის სოციალური ქსელი X-ი, რომელიც ადრე Twitter-ის სახელით იყო ცნობილი, ევროკავშირმა დააჯარიმა. ევროპულმა კომისიამ გამოწერა $140 მილიონი ჯარიმა, რაც საკმაოდ დიდი გადასახადია იმ კომპანიისათვის, რომელსაც მოგება არ უნახავს ძალიან დიდი ხანია, როგორც ჩანს ინვესტორებს თავიანთი ჯიბიდან მოუწევთ ამ ჯარიმის გასტუმრება, თუ კი რა თქმა უნდა X სურს, რომ ევროკავშირის ბაზარზე დარჩეს და რა თქმა უნდა სურს ვინაიდან სოციალური ქსელი, რომელიც ევროკავშირში არ იქნება, ჩათვალეთ რომ გლობალურ ბაზარზე უბრალოდ ფიზიკურად ვერ იქნება. დაჯარიმების მიზეზი არის რამდენიმე, რეალურად მხოლოდ ერთი მიზეზის გამო არ მოხდარა ამ ჯარიმის გამოწერა, ის გამოიწერა ციფრული სერვისების ახალი აქტის ფარგლებში. პირველი ჯარიმა, ეს ძალიან სიმბოლურია, სავარაუდოდ კიდევ ბევრი ჯარიმა გამოიწერება სხვადასხვა ქსელების მიმართულებით, აქ X-ი არ გვეგონოს მხოლოდ ექსკლუზიური დამნაშავე, მეტ აუცილებლად აღმოჩნდება სამი საქმეა მის წინააღმდეგ აღზრული, ასევე პოტენციურად სხვა გიგანტებსაც შეეხებათ, მათ შორის Google იყო მოხვედრილი YouTube-ის გამო, ნახოთ აქაც რა მოხდება. მანამდე დაუბრუნდეთ ჩვენ X-ის ამბავს, მოკლედ დავი საკითხი ეხება ვერიფიკაციის ლურჯ სიმბოლოს, როგორც ვიცით, Twitter-ზე
ჯერ კიდევ მაშინ როცა Twitter-ი ერქვა, იყო ჩვეულებრივი ლურჯი სიმბოლო, რომელიც აღნიშნავდა იმას, რომ ანგარიში იყო ოფიციალური, ან იყო სამთავრობო, ან იყო ვინმე ცნობილი სახის ანგარიში, უბრალოდ იყო ოფიციალური. კი, პასუხისმგებლობას იღებდა ან უწყება, ან სახელმწიფო, ან კონკრეტული პირი. პასუხისმგებლობის საკითხი იყო იქ მთავარი და მაგალითად თუ კი ამერიკის პრეზიდენტის ვერიფიცირებული ანგარიში დაწერდა რაღაცას, ეს განცხადება ითვლებოდა რეალურად საჯარო განცხადებად, მას იურიდიული ძალაც კი ჰქონდა, ვინაიდან Twitter-ზე ჩვეულებრივი პოსტების შეცვლა და გაყალბება მარტივი არასოდეს არ ყოფილა. კი, რესპექტაბელური ხდება და ამიტომაც ვიცით ჩვენ რომ პოლიტიკოსები ექსკლუზიურად მხოლოდ Twitter-ს იყენებდნენ მრავალი წლის განმავლობაში, ბოლო პერიოდში ცოტა შეიცვალა ვითარება, რაც მოვიდა ილონ მასკი X-ის მმართველობაში, როდესაც მან გამოისყიდა ეს კომპანია, შეცვალა წესი და დღეს X-ზე ვერიფიკაციის სიმბოლოს მიღება შეუძლია აბსოლუტურად ყველას და ყველაფერს. ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი. თავარი ფული გადაიხადოთ ყოველთვიური საწევრო და ნუ პრინციპში იგივე რამ ხდება მეტასთან მიმართებითაც შეგიძლიათ Instagram-ზე ან Facebook-ზე გქონდეთ ვერიფიკაციის სიმბოლო, თუმცა არის ერთი კრიტიკული სხვაობა. თუ კი Facebook-ზე გსურთ ან Instagram-ზე ვერიფიკაციის სიმბოლოს წარდგენა, უნდა წარადგინოთ იქ თქვენი იდენტობის დამადასტურებელი მოწმობა, ასევე თქვენი ფოტო უნდა იყოს შესაბამისობაში მოწმობასთან, რაც იქ არის და სახელი და გვარი, რა თქმა უნდა, ემთხვეოდეს. შეუძლებელია, რომ ყალბ იდენტობაზე მიიღოთ ვერიფიკაცია. Facebook-ზე თუ გაქვთ ვერიფიკაცია, ეს იმაშნავს, რომ ადამიანი, რომელიც თავს წარმოადგენს იმ ადამიანად, რეალურად არის ის. აქ სიყალბე შეუძლებელია არსებობდეს. და აწერია კიდევაც, რომ ამაში გადაიხადა ადამიანი. კი, ყველაფერი აწერია გამჭვირვალედ ჩანს. აი X-ზე არის ცოტა განსხვავებული ვითარება. X-ზე ვერიფიკაცია შეუძლია მოიპოვოს ნებისმიერმა ადამიანმა, ნებისმიერი სახელით და ნებისმიერი ორგანიზაციის სიმბოლოთი. მარტივად რომ ვთქვათ, მე შემიძლია გავაკეთო ანგარიში, რომელსაც ქვია ილონ მასკი და მას ექნება ვერიფიკაციის სიმბოლო და ამითი შევიყვანო ძალიან ბევრი მომხმარებელი შეცდომაში, რადგანაც შემიძლია გავავრცელო ისეთი განცხადებები, რაც მომხმარებლებს ან შეიყვანს შეცდომაში, ვინაიდან საჯარო საფონდო ბირჟაზე დალისტული კომპანიის ხელმძღვანელი სახელით რასაც მინდა იმას ვამბობ. და მეორე კოინების მიმართულებით გვახსოვთ რა სიგიჟეები ხდებოდა და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ის რომ კომპანიის სახელით შემიძლია მოიპოვო ვერიფიკაცია, მაგალითად რომელიმე ბანკის სახელით და იქვე პატარა ლინკი დავწერე რომ აი გადადით ამ გვერდზე, გაიარეთ რეგისტრაცია, მოხდით ჩვენს გათამაშებაში და ჩაგერიცხებათ $100. მომხმარებლები გადავლენ, გაივლიან ვერიფიკაციას და დაკარგავენ ყველაფერს ამ ცნობას, რადგანაც რეალურად ეს იყო ლინკი თაღლითურ ვებ გვერდზე. ძალიან ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი ის არის რომ თაღლითურ სქემას რეალურად უწყობს ხელს X-ი აი ამ თავისი ვერიფიკაციის სიმბოლოები და თან კიდევ ერთი პრობლემა ის არის რომ დღეს როდესაც X-ში რაღაცას ჩაწერთ ამოგიგდებთ ასობით ვერიფიცირებულ ანგარიშს ზუსტად იგივე სახელით, რაც არის დამაბრუნებელი შეუძლებელია ფაქტობრივად გაიგო რომელი ოფიციალური, რომელია თაღლითური, ძალიან რთული რამ არის ზოგიერთი გამონაკლისის შემთხვევაც კი არის ისეთი რომ ცნობილ ადამიანს, რომელსაც ადრე ჰქონდა გაკეთებული ოფიციალური ანგარიში, დაკარგული აქვს დღეს ვერიფიკაცია და არსებობს fake ანგარიში, რომელსაც აქვს ვერიფიკაცია, მისი სახელი და რასაც უნდა იმას აკეთებს. მოკლედ, სიგიჟეები ხდება X-ზე ამ მიმართულებით. კიდევ ერთი პრობლემა, რაც გამოიკვეთა, ეს უკავშირდება რეკლამების განთავსების სისტემის გაუმჭვირვალობას. ყველა სოციალურ მედიაში ზოგადად მისგან არ არის გასაგები. ხო, იმიტომ რომ ეს ილონ მასკია, სხვანაირად ესმის ზოგადად ყველაფერი, ის კანონებს დიდად პატივს არსემს და აქედან გამომდინარე უკავშირს აქვს პრეტენზია რომ გავიგოთ ვინ რას აფინანსებს, უნდა ჩანდეს ეს პოლიტიკურად არის მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცესებში ჩარევის მიმართულები და ასევე ისიც რომ უნდა ვიცოდეთ რეალურად ყოველი კამპანიის მიღმა ვინ დგას, თუ კი ეს კამპანია ან თაღლითური ან შეცდომაში შემყვანია, უნდა მივაგნოთ ბოლო-ბოლო ვინ იყო ამ სქემის ბენეფიციარი და ასევე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ის არის რომ X ბოლო პერიოდში შეზღუდული აქვს წვდომა მკვლევარების მხრიდან, მათ არ შეუძლიათ მონაცემების ამოღება, დამუშავება, ანალიტიკის წარმოება, საჯარო მონაცემების, რაც აქამდე ყველა სოციალურ მედიისთვის იყო ხელმისაწვდომი, მაგრამ X-მა შეზღუდა ისევ ილონ მასკის უცნაური ხედვების გამო. მოკლედ, ძალიან რთულ ვითარებაშია მასკი, რადგანაც 140 მილიონი არ არის პრობლემა. პრობლემა აქ რეალურად ის არის, რომ კომპანიას მოუწევს როგორც ჯარიმის გადახდა, ასევე აი ამ საკითხების გამოსწორება. 60 დღე ექნებათ ვერიფიკაციის სისტემის გადასაკეთებლად და 90 დღე ექნებათ რეალურად საერთოდ რო ყველა მონაცემებთან დაკავშირებით ყველაფრის მოსაგვარებლად. აი
ამაზე რამდენად იქნება თანახმობა ელონ მასკის არ ვიცით. ვინაიდან ვერიფიკაციის სისტემით ის ფულშოულობს, რადგან ბევრ ადამიანს აქვს ვერიფიცირებული ანგარიში, თუ ეს გართულდება, შეიზღუდება, X-ი ვეღარ მიიღებს ამას. უბრალოდ შეუძლია რომ მიაწეროს როგორც მეტაზე არის რომ ეს არის გადახდილი, ზერუზე მკაფიოდ გამოაჩინოს და დამთავრდეს. და მინიმუმ fake ანგარიშებს არ მისცეს საშუალება რომ მაგალითად ილონ მასკის სახელით არარსებულმა პიროვნებამ მოიპოვოს ვერიფიკაცია. ასეთი იყო დღევანდელი Tech Informe ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ მოხდეს ამბობ ჩვენ ტრადიციულად მომდევნო გადაცემებში გაგაცნობთ. მომავალ შეხვედრამდე.